ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დღეს ზეიმი გვაქვს მეოთხე A კლასის მოსწავლეებს, გამოსაშვები კლასის ზეიმია და ზეიმი მიმდინარეობს ლეიტმოტივით შოთა ნიშნიანიძის ლექსზე კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, იმოდის მაგ მომავლიდან. ნახოთ როგორი მომავალი თაობა გვეზრდება და ვიამაყოთ თუკი საამაყო გვეჭდეთ. მოგესალმებით, მასო სტუმრები, მასწავლებლებო და მშობლები. აზრებას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. დღეს ივნისი ფერში ნაირ-ნაირია. ჩვენ გადავწყვიტეთ მას მივბადოთ და ნაირ-ნაირი შესაძლებლობები გითხრათ. დაგარწმუნოთ, რომ თუმცა კი გვიყვარს კუნვა თამაში ყველაფერზე ძალიან, ყველაფერი კი დაიწყო ასე. 2020 წლის სექტემბერში ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობით ნომერ მეორე საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხა ავეტიშოვი ანასტასია. გამგონიძე ანასტასია. გოგიჩაიშვილი დაჩი. ლევდარიანი ანასტასია. ლობიძე კეში. მაისულაძე ლუკა. ცინიკო მასწავლებელმა საკლასო ოთახის კარი გავგზავნა. მერხებზე ყველას მიგვეჩინა ჩვენი ადგილი და გონზიარა მშობლიური ერის მასა. ჩვენ შორის მდიდარა მოსწავლეები წარმოჩნდნენ, ამიტომ მასწავლებლებსაც და მათ მშობლებსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ისინი სასკოლო რეჟიმს შეგუებდნენ. დაწყებით საფეხურზე სწავლების მნიშვნელოვანი საფუძველია იაკობ გოგებაშვილის უკლავი დედაენა. დედაენა, რომელშიც დიდმა იაკობმა მხოლოდ 200 გერის გამოყენებით ორსიტყვიანი წინადადება შეადგინა. ასეთი რამ არც ერთი ქვეყნის ანბანში არ შეგვიძლია. ამ გენიალური ტიპის დახმარებით ისწავლეთ მშობლიურ ენაზე წერა კითხვა, მეგობრობა, სამშობლო, ერთმანეთი, მეგობრობა და სამშობლოს სიყვარული. ისწავლეთ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და რომ ბოლო ყოველთვის კექიზა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. პირველი და მეორე კლასი ფიქრის დისტანციური სწავლებით გავიარეთ. დისტანციური სწავლების პროცესში ვისწავლეთ წერა კითხვა, იყო წარმატებები და ილუსტრაციებიც. შემდეგ წლებში სკოლაში იყო გაცდენებიც და დაზიანებებიც სიზარმაცის გამო. იყო ტესტირებებიც და გადაწყვეტილებებიც, ღონისძიებებიც და წარმატებების საგნობრივ ოლიმპიადებში, ექსკურსიები და ლაშქრობები, მცირე თუ მნიშვნელოვანი პროექტებიც. ერთმანეთის წარმატება გვიხარდა და წარმატებობა გულსხმობდა. ოქროს გაედინა სიახლე და სიახლესაკენ სწრაფი დატვირთვა 4 წელიწადმა. ამავე წლის განმავლობაში თინიკო მასწავლებელი გვასწავლიდა ზრდილობას, უფროსების პატივის სცემას, ჩვენ უფლებო მოვალეობებს, ერთმანეთისგან დგომას და სიყვარულს. უფრო ხშირ მოვალეობებს გვახსენებდა, რადგან უფლებები ისაც კარგად ვიცოდით. მან გვაზიარა პირველად იაკობ გოგებაშვილის დედაენას, რომელშიც ხმის კანკალით პირველად ამოვიკითხეთ ია. ამ წიგნის დახმარებით შეგვაყვარა ჩვენი სამშობლო და გაგვიგულება პატრიოტული გრძნობა. დედაენის კითხვისას ყველას გვესმოდა ტყის საამო შრიალი, ვარდის სრუტეზე შემომჯდარი ბულბულის საამური შტვენა, ანკარა ნაკადულის რაფრაფი,
უთმიდედის ნაგვიანი იღირინი, თუ შევდის ხაშუნისას მისი ამაყიანი შეზღუდვა. ცინიკო მასწავლებელო, მას არასოდეს აუწევდით გაკვეთილზე, მაგრამ თქვენი გამოცხადება საკმარისი იყო ჩვენს აქციაზე და დაფიქრებულიყავით და მისი კორექცია მოგვეხმარდა. ხანდახან თუ გავუშვებდებოდით, მაშინაც დიდ სიყვარულს გრძნობდით თქვენს მაშინას. თქვენ იყავით სკოლაში ჩვენთვის დედაც, მეგობარიც და მასწავლებელიც. გული მტკივა, მაგრამ მოგიწევთ ჩვენთან გაკვეთილზე შემოსვლა. თქვენი გული სიტყვა და უზარმაზარი სიყვარული საგდად გაგყობა მომავალ წლებში. ძალიან გვიყვართ და მოგენატრებით ჩვენო ფილიპო მასწავლებელი. ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია. მისი მართა არც ისე იოლია. თოლია ყველა მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის ინტერესების სულების გათვალისწინება. ამით ოჯახს უხდება სკოლის დირექტორი, ხალბატონი თამარ მახათაძე. ხალბატონო თამარ, როცა დერეფანში დაგინახავდით, ცერგობას უწმედით და მორიდებით გეგეთან გებოდით. შემდეგ კი ცერგობას ისევ ვაცდებით ამ დიდ ოჯახის ღირსეული წევრები ვიყოთ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ. გვიყვარხავთ და დიდ პატივს გცემთ. პირმა მასწავლებელი არ გვასწავლიდა, მაგრამ არ გვასწავლიდა, მაგრამ შიდაც ხდებოდა დერეფანში. იგი სავსე თბილისითა და პოზიტიური განწყობით მომხერებდა გაკვეთილებზე. პირმა მასწავლებელო, დიდი მადლობა ამ განსაკუთრებული თანადგომისათვის. ძალიან გვიყვარხართ. ირმა მასწავლებელს ვერ იცნობდა კესო და ჩუბა ჩიმოვაბარე სამასწავლებელში. აი ეს არის ირმა მასწავლებელი. ია მასწავლებელი საინტერესო საგანს და საზოგადოებას გვასწავლის. იგი ძალიან თბილი და მოსიყვარული მასწავლებელია. მან გვაზიარა მოქალაქეობრივ ფასეულობებს და დაგვასწრა ჩვენი უფლებები და მოვალეობები. ია მასწავლებელი დიდი მადლობა სიყვარულს, რომელსაც მუდამ მოდით წმენდა. ძალიან ყოველ გაკვეთილზე ახალი აქტივობების სილას ყველას კარგად შეგვასწავს ინგლისური ენა. დრო და დრო წარმატებულია, მაგრამ კბილებით ასე აღარ განმეორდება. Ქეთი მასწავლებელო, მადლობა იმ ამაგისათვის, რომელსაც ყოველ გაკვეთილზე ვცნობდით თქვენგან. გვიყვარხართ. ლელა მასწავლებელი მეორე დღეა გვასწავლიდა. გასულ წელს აუწყეთ რუსულიანის შესწავლა, მაგრამ დიდხანს შემაშორება თამაშობს ნასწავლი რუსულიანად. ვით ჩვენი ინტერესი გამოგეწევს. მადლობა თქვენ გაწეული ამაგისათვის გვიყვარხართ. რომლებიცაც თავს იწონებდით ღონისძიებებზე. თქვენი ნასწავლის სიმღერები დღესაც ხალისობ ძელზე. დიდი მადლობა ამისათვის, ძალიან გვიყვარხართ. ლია მასწავლებელი პირველი კლასიდან ისის გაკვეთილებს მიტანა. მან გვაწერა საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო და გაგვასწავლა როგორ შექმნათ საინტერესო ონლაინ ნამუშევრები. მადლობა რომ გვიზრდებით საყვარელო ლია მასწავლებელო. Thank you.
სანდრო. ერთი აღმოსავლური სიგრძე გვასწავლის. თუ მოსავალს გეგმა მთელი წელზე, პური დათევზე, თუ 10 წელზე, ხედავდე, თუ მთელ სიცოცხლეზე, ასწავლე და აღზარდი ადამიანი. აში აღარდა, ყვავილები ხომ მივართ? მასწავლებლები წლების მანძილზე იხდიან იმისთვის, რომ ქრისტიანული მოქალაქეება ჩამოყალიბდეს. ამიტომ თინიკო მასწავლებელი ხშირად გვახსენებს ჩვენი ქვეყნის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ თქვენ როგორი ადამიანები გაიზარდეთ. მადლობა ყველა იმ მასწავლებელს, ვინც ამ 4 წლის მანძილზე გვასწავლიდა. დიდი მადლობა ჩვენზე გაწეული ამაგისათვის, ჩვენო თბილო და საყვარელო მასწავლებლები. ზეიმირო გვაქვს, მე ამოწმაკებე. ზეიმირო გვაქვს, მე აგებერე. შენ აღარ გუნდა ჩვენი მიერებს. სულ შენ აროა, მე ამიტომ არ გეუბნები. მე ვაყარ მამამისის მინდაო. მასწავლებელო, აღზევება რომ საინათლო. ხო გაიხსენო რომ ბავშვების გულში ვინადრო და არ გჭირდება აღზევება რაუთარი. ამ სისქვეშეთში არ ვიდადი შენზე მდიდარი. მათ შემდეგ 4 წელი გავიდა. პირველი და მეორე კლასი თითქმის თვითონებ ძანეს ბეჯითი გოგო ბიჭები. სოფლიო გზაზე ეს რომ ვიდად და გიჯებთ. მათ იუსიტყო ერთგულება. შუმი ალექსი არ მიგეფლება როგორც ჯილზო უზენაესი. თუ მასწავლებელს ხელი თბილი გული ცხელი აქვს, ეს იმას ნიშნავს საქართველო უძლეველია. ვისა აქვს მეტად საზრუნავი უფრო კეთილი ამაგი შენი დროთასვლისგან რომ არ ხვდება ვითაც აექო 1000-ად აგიბრუნდება. თქვენ შრომას ქვია გზამერ მისისა, აგზაზე შუქი სხივად კი ათობს. მადლობა შენ და მომავლის დედა. წელსო გექილო მასწავლებელო. გამიგიო წლის განმავლობაში მასწავლებლებთან ერთად ჩვენს არხს და განახებაზე რა თქმა უნდა ჩვენი დედეკოების სრულავდნენ. სიტყვას სრულავდნენ უკათ ნათქვამია იმასთან შედარებით, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებდნენ. ისიც კარგად გვახსოვს თამაში გართულებს რამდენი კოქოლა მოკოლია ფეხებში. ჩქარა შემოდის აღჭი. გაკვეთილები ისწავლე შესაძაგელო ან გეღობა თამაში. გაკვეთილები გაქვს სასწავლეში არ გასაწოდებლო. ხშირად მემოდა ასეთი გამონაკვამი, როცა ზარმაცობდა. ესმოდა, მაგრამ ზული კელას ბებია მისა არ იყოს. ვიცოდით რომ თქვენი კეთილი გული გლოცავდა. მოგატია ჩვენო ძვირფასო დედიკოებო. მასში გამორეული იმ ჭაღარისათვის, რომელიც ჩვენი ცერკვების დამსახურება. ძალიან გვყვართ. მე ვიუძი სტალენ და ნებეშეთები. ჩვენო ძვიროთა და გასატედებო დიდი მადლობა ამ უძილო ღამეებისათვის. მართალია ხელს გულზე ემოყვანს და შეგვიძლია, მაგრამ აუცილებლად დაგიფაცეთ ჩვენი კარგი სწავლითა და
ეს შენს კალთაში ვიდბუდეში ბარტივი საფო არ შენის სუნთქვის გრძელებ ადამიანი ჩემს სერდს სიცოცხლეს განაცვალებ კარგად რომ გნახო შენი შვილი ვარ შენი მიწის დამცველად მოვალ ჩვენ სხვა გვარი გვაქვს კავშირების სულის და ძარღვლის შენთვის ვიზრდები საქართველო რაც გინდა მოვალ მე ზვარაკი ვარ ერთგულებით ვერავინ დამღლის მე ვარ შენს გულზე ამოსული მომავლის ყლორტი ნახავ კაცურად გავიშლები ბეჭებში მალე მიმიშვი გუთნის გამწევ ხარებს გადავხრა შოლტი დაგიყენო ნათელი და ლამაზი ხვალე დამლოცე მხოლოდ შვილმა იქნე ბოჯობო მამას ისეთი დედის გაზრდილი ვარ ვერ მომკლავს ტყვია ხატის წინ გავარდახმა მაღლა გიფიცებ ამას შენი შვილი ვარ მესახელად ქართველი მგია საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე. თუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს. ერთი იმედით სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნა და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო სწუხდნენ ამაზე. თუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგდეს, ყველამ გაიგოს, ყველა მიცოდეს. ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ტოვებ სიცოცხლეს, რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმართოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. ტა რანაირად გთვინავს არავინ. ხო ხმელებს როგორ ეხეთქება სხვა, არა სხვისი მისაბაძი რამჭირს თვარაკი. მე პატრონმა ამის თანაზღვის, მე პატრონმა ამის თანაცის, თუ ღმერთის წამს, თუ კაცი ხარ სხვას მივბაძო, ვის რა გინდა რომ აქ არ იყოს, ენა იტყვის რას, სიტყვა გინდა, მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა, მე შენ გეტყვი, არ გეყოფა სიტყვის მარაგი, არა, სხვისი მისაბაძი რამჭირს თვარაკი. სიმღერა ჩემი საქართველო. Bitte bogat
ისეთი სულსაკიცი ოკებს სამშობლო ახვალ რისაბი შიშეთი ბრძოლის ჟილს ვერ იკრავს ვერაფრით იოკებს რომ არაფერი გული მაქვს იმხელა წმენა ქრისტიანის რომ აზანზარებს ცეკვა მაქვს ისეთი სიმღერა ახალგეს საფლავში ჩადებული ნახზარებს რომ არაფერი ისეთი ქალი მყავს ისეთი შვილი მყავს სამოთხის მარცვალი როგორ თქვა ასეთი სამშობლო არ მიყვარს ასეთი სამშობლო რაკანში გავცვალე შორს რომ არ წავიდე არ გავწვი გასინას ღმერთი მყავს ჯვარცმული დამზეზე ნათელი ფეხებზე მკიდია ევროპას აზია მე ისიც მეყოფა პროდუქცია ქართული ლექსი სამშობლო ისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორველი ვინც არ უნდა იყოს შინელი მინდორველი ვინც იდეხია ვინც მუშაა ვინც სიმართლის ძებნელია საქართველო არ უყვარდეს ყოველად შეუძლებელია კიდევ უფრო იღორძინე საქართველო კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდეს სასახელო კიდევ ერთი რუსთაველი კიდევ ერთხელ ამღერი შენც იხარო შენც გვახარო გამხნევდე და გაგამხნევდე გევარდება საქართველო შეგიძლია საქართველო გაგიმარჯოს საქართველო Nam
საქართველოს შეყოლა ვიცავდეს და გიტაცის მეპლებიას. Andale, გამარჯობა, მე წამოხ, ციხეძირა შემეყრება გველი, ის მაჩვენებს უხდაობის ადგილს, მერე წავალ დინიკეთზე ვიდვი, სულზე ფეროდეკასა და ვიას, რერა პირველ წავალ, რომ იქიდან განმოხედო მგიას.
კალიანი. ეს შემილექსი ბავშვებო, არ შემაგომა შეხება, არ ცვლათია ზამთრისა, არ გაზაფხული შექება. ეს ლექსი გახლავთ აუდი. მე გამოდივარ ძაგები, იმ თქვენი თანატოლების, იმ თქვენი ამხანაგების. ეს საუბედია, რომელიც ვიცი არიან ქართულად ხმას ვერ იღებენ, რუსულად გაგიხარი. რუსული ცოდნა იცოცხლე, სახარბიელო რამ არის, მაგრამ ეს უნდა იცოდე, მშობლიურია მთავარი. ენა არ გაწყეს არც ერთი, უნდა იცოდე რამდენიც, მაგრამ არ უნდა დაკარგო ქართული სიტყვის ნათელი. მე ისეთ ქართველს რა უთხრა ისეთ ამხანად, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს. ვინც არც იცის და არც უნდა იცოდეს ჩვენი წარსული, ვინც მას ვერ იღებს ქართულად, არც ვისი ესმის ქართული, განა იმისთვის იბრძოდნენ წარსულს პაპანი, დღეშვილმა აღარ იცოდეს სისხლით დაცული ანბანი. თუ კი წინაპარს ჟანთები, ვერ დაავიწყეს ქართული, თუ დღესაც მღერის ქართველი, ფერენდაში ფანდული. შენ აქ რა ღმერთი გაგიწრა, ვინ იყო შენი გამზელი, შენი გულისთვის გამიწრა, როცა ამდენი ქართველი. მე ესეთ ქართველს რა უთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს. ლექსი მერე რომ დიდი გვერდს. მერე რომ დიდი გვერდს, შარვაკებოშვილი. მერე რომ დიდი გვერდს, დიდი არა, ბევრი. ვაგელა ხელმდერიც რომ არ აყვა ჩვენი შესაფერი, როცა მოვდგამ ჩვენ ქართველებს, განძა ჩოთას გენია, რა მითხარ ქვეყანაზე შროდი დანარჩენია, როცა მოვქვეყნავ ციხას, შემქორად და მარადად, ცარქუდაგან მიბაჩენია დედამიწა ქანამლად, როცა მესლებ ჯავახეთი, თორელ ძუძუს ატოვებს, როცა კიდე ქრისტეიშვა და ქართლს შემოგვატოვეს, კახეთში რომ ზიანთია, ო იდიდოს, ახელი რომ ატნება ვაზებს ძრემი მუწმინდოს, სხვის მონები არ ყოფილან, წალის დიდგოს მოვდივარ, საფლავშიც რომ მივიდეთ ყველა სხვების ცოცხლებს შევდივარ, ვინ ქვარ მეტო საქართველო, ქართველები მცირდება, შენ ესე ცულს დაატარებ, შენ რა გაგიჭირდება, მას ვარცია არაფერი, უფლის ციხე არას მქმენი, არც ამასი არაგველი, ვის გამო აქვს განაჩენი, ოი ვახტანგ, ვაი თამარ, დაკარგული ძებნა დავალ, ქეთევანის დულებს დავეძებ, მინდორ, დრამალ, გადი, კვალა, თორემ არ დაგინდობს სტერი ხარო, ჯერ ხომ ისევ ტაოს ხევში, არ დამშელა მეფის წყარო, მერე რომ მუხებს მული, ცოტა მეტი მოგვიმძლავდა, ამის მეტი არ მინახავს, სულამული ჭამდა ცოცხლად ფრავდა, საფლავიდან წამომდგარა, ერი ჩვენი, ენა ჩვენი, ისევ კივლია, ვის გამო აქვს განაჩენი, ისევ წარკოწკლობენ, უდუღაბა უკოტიძან, თელ სამყაროს უჩემნო და საქართველოს მუჭა მიწა, გადიხედე დალოცვილო, რათივსების შურით ბოღმით, ჩვენ არავის არ ვეკვდით, ღმერთის სისხლი მოვდგამს ოდით, ჩვენ არ ვიცით მტრობა არვის, ტერი ბევრი ყავდა, ისიც ვიცით რომ ქართველი მტერს საბლავში ჩაჰყოლია, გადი, ყვალი, თორემ არ დაგინდობს მტერი ხარო, კიდევ ერთხელ დაიგუხე ქართველების ნატეხი. Our
ჩიოდა, ვიღაცა შიოდა, ვიღაცა ჩიოდა. და დრო გადიოდა. ხაბიდან დოქში, დოქიდან ჯამში. ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული. გადადიოდა კაციდან კაცში. დამოდიოდა ვითარცა მყარი. სადაც ზოსვამირენ, ამგვრებდნენ, მგვიდნენ, უხმერთობდნენ, უგულოდ ყიდნენ. და მიუხედავად ამისა მაინც. გამოიარა რუსეთის გული. გამოიარა ვახტანგის გული. გამოიარა თამარის გული. გამოიარა სულხანის გული. და დღეს შოთარის ნაქონის სისხლი. და დღეს ვახტანგის ნაქონის სისხლი. და დღეს სულხანის ნაქონის სისხლი. თბილისის ფართო ქუჩებში დადის ლეინა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისი, ვაჟა, გიორგი, გივი და იარო ნამი. და მინდა ახლა არ ვიცი უამრავი თაობები გამიშვია ვეღარც ვითვლი მაგრამ ეს თაობა ბავშვო ეს თაობა განსაკუთრებით იმითია ჩემთვის კიდევ ძვირფასი რომ ჩემი ცხოვრების ურთულეს პერიოდში აი ესენი იყვნენ ჩემთვის თერაპია გამოიყვანა მდგომარეობიდან ძალიან თბილები ძალიან საყვარლები ძალიან ყურადღების ნაირებდა ბავშვი ძალიან ეხლა რომ გავაგზავნო ცუდად გადავა სერტიფიკატების არიგებოს სერტიფიკატები არ არის ოფიციალური სიგელები უბრალოდ სამახსოვრო სერტიფიკატები თავიანთი უნარებისა და თვისებების მიხედვით მათზე გაგვიყვება ქალბატონ თამარ მე წავიკითხავ თქვენ გაგაეცეთ სერტიფიკატები გადაეცემა მე-4 A კლასის მოსწავლეს დავით ორთოიძეს ნომინაციაში კლასის ფეხბურთელი და პროტესტანტი გადაეცემა მე-4 A კლასის მოსწავლეს იოსებ ჯაფარაშვილის კლასის ხელმარჯვე ოსტატი გადაეცემა მელო წუტკირიძეს კლასის ამოცანების მოყვარული ბიჭი გადაეცემა ვაჟიკო წოწოლაშვილს კლასის ყველაზე გონიერი ბიჭი გადაეცემა ლიგუნა სუხიაშვილს კლასის კეთილი და სათნო გოგონა გადაეცემა ნინი ტაბატაძეს კლასის მოწესრიგებული და ღიმილიანი გოგონა გადაეცემა ანასტასია ღონღაძეს კლასის მხატვარი გოგონა გადაეცემა სანდრო ჩადუნერს კლასის ბუთქუნა და საყვარელი გადაეცემა დაჩი გოგიჩაიშვილს კლასის მხატვარი ბიჭი გადაეცემა მარიამ ციცქიშვილს ყველაზე გონიერი გოგონა კლასის გადაეცემა ლუკა მაისურაძეს კლასის მეგობრული და თბილი ბიჭი გადაეცემა ანა ავეტისოს კლასის ჭკვიანი ხატმწერი გოგონა ანასტასია გამგონიძეს კლასის მომღერალი გოგონა გადაეცემა ანდრია რიკაძეს კლასის მოლაპარაკე ხატმწერი გადაეცემა ლუკა ლომსაძეს კლასის ჰაერში მოცეკვავებია თანდადის თანცე გვაქვს გადაეცემა ნიკოლოზ გრიგალაშვილს კლასის მოწესრიგებული ხატმწერი ბიჭი გადაეცემა ანასტასია დევდარიანს კლასის კალიგრაფი გოგონა გადაეცემა ლექსო ელისაშვილს კლასის ცელქი და მოუსვენარი ბიჭი მაგრამ ძალიან თბილი ბიჭია გადაეცემა კესო ლომიძეს კლასის ტანმოვარჯიშე და მოცეკვავე გოგონა მოусმინოთ ბავშვებო სკოლის დირექტორს ქალბატონ გილოცავთ ბავშვებო ნამდვილად გამოჩეული და ბედნიერი დღე და დაამთავრეთ ერთი საფეხური
ძალიან დიდი წარმატებები, გავეცანით თქვენ შემოქმედებას, ყველაფერი ძალიან მოგეწონა, ისე მღერით, ისე ცება, ისე დეკლამატორები ხართ, მართლა შეიძლება თქვენზე მითხრა. ხო ისურვებთ ეხლა დასაწყისო. ძალიან შეცვლილები ხართ, გაზრდილები, სულიერად ფიზიკურად და ამისთვის მადლობა ვის? ყველა მასალები ვინც ქვეყანაში შემოდიოდა გასწავლიდა აღიარებდა დიდი მადლობა და ყველა ეს დიდი მადლობა თქვენ მშობლებს კიკი პრეზიდენტის გამედალი ისა ის გასწავლები მაღალ კლასში მედიცინელები შეხვდება მედი გამოწვევები გასულებული პროგრამები და სიბერით და შრომის მოყარეობა, ამეროს მასეების დახმარება ყოველთვის შეგიძლიათ და ყველა პრობლემას და დამხმარებას გადაარქვათ. გისურვებთ წარმატებას, მე მივიღოთ თქვენი ხარჯები. და ბერდობებს ლაღით ნერებით ავამზიანებთ ბავშვობის წლებს სიხარულით გავილამაზებთ მეგობრობაზე